სადაც გვალვა, უფრო მეტი გვალვა იქნება. სადაც წყალდიდობის საფრთხეა, უფრო ძლიერი წყალდიდობა იქნება. სადაც თავსხმაწვიმა უნდა, უფრო თავსხმაწვიმა მოვა. ელ-ნინიო რესავს იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს. ელ-ნინიოს პიკურ ეფექტს სამხრეთ ნახევარსფერო მიიღებს ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერში შობისთვის, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთვის არ რჩება ლოკალურ ეფექტად. ეს პრობლემა გადადის აფრიკაში, ეს პრობლემა გადადის ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგრამ ჩვენ ახლა საქართველოს ხო თითქოს მოწყვეტილი ვართ, მაგრამ ესე პეპლის ეფექტით თუ მეორე თუ მესამე რიგის ეფექტით აქამდეც მოდის ეს. ეს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს, ადამიანის გარემოს დაზიანებას, საკვების შემცირებას, ახლა გვალვა ნიშნავს, რომ საკვები შემცირდება, რაც ნიშნავს, რომ ფასი გაიზრდება, ხო? რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაიზრდება გვალვიან დღეთა რაოდენობა. შემცირდება წვიმის ჯამური რაოდენობა, მაგრამ გაიზრდება წვიმის ინტენსივობა. ან არ იწვიმებს, ან თუ იწვიმებს თავსხმას იწვიმებს, ხო? ზოგადად სუბიექტურად რო გითხრათ, მე მგონია, რომ ეხა ეს საკითხები ვახტანგ გორგასაც რო ცოდნოდა, შეიძლება თბილისი აქ არ დაეარსებინა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს თბილისში და კიდე 1-2 შეიძლება ვთქვა, დანარჩენი ყველაფერი გვაქვს. არსებობს შანსი, პირობითად მაგ პროგნოზიდან გამომდინარე, რომ 13 ივნისი ბევრჯერ მოხდა ეს.